გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა 223 ნომრიდან. ამას რა მნიშვნელობებისთვის გაყოფს აი ამ წერტილებით შექმნილ სამკუთხედის ფართობს y-უდრის kx + 2 წრფე ნაწილებად, რომელთა ფართობების შეფარდებაა 1/3. ოკეი. კაი. აბა მოდით დავფიქრდეთ ახლა, ავიღოთ ეს წერტილები. 0, 3, -3, 3 და 0, 0. აი, მოდი ავიღოთ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაზე ეს წერტილები. და დავაკვირდეთ ერთი რა გამოწვევის წინასწარ დგავართ. 0-3 წერტილი y ღერძია, ხო? ასე ერიყოს a წერტილი. b წერტილი არის -3, 3. ვაკეთებ ის. -3 და -3, 3, ესე იგი x კოორდინატი აქ იქნება ასე, ხო? აქ იქნება სადღაც ეს b წერტილი. კარგი. და 0, 0. კოორდინატა სათა o წერტილია, ნუ 0, 0. ეს o წერტილი. შეკრული არის სამკუთხედი, ხო? მოდი შევკრათ სამკუთხედი ამათგან. ასე და ასე. სამკუთხედი შევკარით. მე გავლებულია y-უდრის kx + 2 წრფე, რა. არის ასე, y-უდრის kx + 2 წრფე. ნუ არ ვიცით, ესე იგი დახრილობა არ ვიცით, მაგრამ ნახეთ, უეჭველი აქ გადის, რა. აუცილებლად აქ გადის. და თან, მაგრამ რომ არ ვიცით დახრილობა, ალბათ ორი შემთხვევა იქნება განსახილველი, ხო, ერთი როდესაც მაგალითად აი ასე არის, სადღაც დადია და მეორე როცა კლებადია და ნუ ასე გადის. ახლა კლებადმა შეიძლება ასეც გაიაროს. კლებადი რომელიც ასეც უნდა გაიაროს. შეიძლება კი. აბა ნახოთ მაინც. ნენელა გავყვეთ ახლა. მოდი, დავგეგმოთ ჯერ ორი შემთხვევა. პირველი, ეს იყოს თუ მეტია 0-ზე, ხო? ამერე გამოჩნდება. და მოდი მოვიფიქროთ აქ რა ხდება, აქ რა სიტუაცია. და შესაბამისად მე შეიძლება ისე ასეც იყოს, კაითად, ასეც იყოს. კი, ალბათ შეიძლება. კარგი, და მე ვნახოთ, როცა კლებადია მაშინ რა ხდება, ხო? ასე. კაი. ეგ არის y-უდრის kx + 2 წრფე. ხარდებაქვს რომ მინიმუმ მეორე შემთხვევა განსახილველი გვექნება. ახლა ვიხილავთ ამას ჯერ ერთს. მე მეორე. რა არის ახლა აქ ყურადსაღები ამ შემთხვევაში? ვიცით ჩვენ რომ ამ წრფემ მოცემული სამკუთხედის ფართობი გაყო 1/3-თან შეფარდებით. მაგრამ ახლა აქ დასაფიქრებელია, რომელია ერთი ნაწილი, რომელია სამი ნაწილი. მოდი, ამ შემთხვევა ვთქვათ, დავაწეროთ ამას რაღაცა ასწრებია რა. იყოს ეგ m წერტილი, აი აქ და ეს იყოს n წერტილი. ნუ ეს თუ ერთი ნაწილი და ეს არის სამი ნაწილი, მეგობრებო, ხო 1/3-თან შეფარდებით თუ ყოფს, მაშინ არ მინდა შიგნით ჩაწერა, უბრალოდ 1/4 არ იქნება აი ამ სამკუთხედის ფართობი, მთელი სამკუთხედის ფართობის. ხო იქნებოდა 1/4. ესე იგი გამოვიდოდა რომ ესი
O n m-ის, ეგ არის იგივე 1/4 s-ი o a b-ი, კი ბატონო. და O-აბრის ფართობი ვიცით, რაც არის, ხო, დათვლადია. ეგ არის 1/2 3 ჯერ 3. ასე 3 ჯერ 3. მაგრამ რა იქნებოდა ახლა O-n m-ის ფართობი, ხო? ამის ფართობი რა იქნება უქროები? პრინციპში ეს ორიანი შეგვიძლია ფუძედ წარმოვიდგინოთ. ნახეთ, n წერტილის კოორდინატები. კაია, გამოვა. n წერტილის კოორდინატები რა იქნება? n წერტილის კოორდინატები. რადგანაც შეხედეთ ეს რა წრფია? BO წრფეზე ძევს, ხო? მაგრამ BO წრფე ცხადია, მოდი აგერ შეგვიძლია აგერ ცხადია BO წრფე არის ეს აქეთ დავწეროთ წრფე არის y უდრის x წრფე. არ არის? მეტო გადის 0-ზე, გადის 3-3-ზე, ან ყველა ვარიანტში ეს არის y უდრის x წრფე. ბოდიში y უდრის -x წრფე. იმიტომ რომ ხო, დადებით x უარყოფით y-ის შესაბამება, უარყოფით x დადებით y-ის შესაბამება. და გამოდის, რომ n წერტილის x და y კოორდინატები იქნება ერთი და იგივე ამ შემთხვევაში. ყველა ვარიანტში. ანუ რაც არის აქ ეს რაღაცა x0 და y0 ცხადია, ამიტომ ნუ თუ n-ის კოორდინატებს აღნიშნავთ x0-ით და y0-ით, ეს n-ია, არ დაგვაუწყდეს. n წერტილის კოორდინატები თუ x0 და y0, ამიტომ x0 იქნება -y0 სტოლი, არა? ესეთი ამბავი გვექნებოდა უქროები. და შესაბამისად, მაშინ ფართობი რა იქნებოდა, მეგობრებო, ეს ხო იქნებოდა 1/2 გამრავლებული ეგ იგივე x0 ხო არის აქ? მოდი, მაგრამ x0 რადგან უარყოფითია, ასე x0-ის მოდულს ავიღებ. ესე იგი, ამ სამკუთხედის n m სამკუთხედის ფართობი იქნებოდა სიმაღლე, ანუ იგივე აი ეს და ეგ არის x0-ის მოდული ოქროები გამრავლებული ფუძეზე, ანუ 2-ზე. და გამოგვივიდოდა, რომ ეს უდრის 1/4 ჯერ აი ამას. ანუ აქედან x0-ის მოდული აღმოდის 9/8 და შესაბამისად x0 იქნებოდა -9/8, ხო? იმიტომ რომ უარყოფითია x0 და y0 იქნებოდა 9/8. აი, რას ვთხოვენ აქ? მე ახლა x0 და y0 ვიპოვე, მაგრამ მე ვთხოვენ k კოეფიციენტს, ხო? დახრილობის k კოეფიციენტს და რა გამოგვივიდა ჩვენ? ვიპოვეთ n წერტილი, რომელიც ამ წრფეზე ძევს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს კოორდინატები ჩავსვათ და შესაბამისად k ვიპოვოთ, არა? ავდგებით ახლა y უდრის ax + 2-ში ჩავსვამთ y-ის მაგივრად 9/8-ს, x-ის მაგივრად -9/8-ს, ასე, k გამრავლებული ამაზე დამატებული 2 და აქედან რა გამოდის? თუ 8-ზე გამოვავლოთ ყველაფერს, ეს უდრის -9a + 16 გადავალ მინუსით, იქნება -7 და k იქნება დადებითი 7/9. არგიბატ. ეს გაჩერხებოდა ავარიანტს. ახლა ჩვენ აქვე უნდა დავფიქრდეთ b ვარიანტზე. b ვარიანტი რა არის? ხო შეიძლებოდა პირობითად ეს ყოფილიყო უფრო დიდი ნაწილი. შეიძლებოდა რაც 3/4 სტოლი რომ ყოფილიყო. ანუ მე ახლა განვიხილე აქ, რომ ეს სამკუთხედი მთელი დიდი ფიგურის 1/4-ია, მაგრამ არ შეიძლება აი ეს ესე ადიოს აქ ორ შვედს პრინციპში.
ასე რომადიურისა ასე. კაი, აი პარალელური რო ყოფილიყო, რა იქნებოდა აში? ფართობი, აი პარალელური რო ყოფილიყო. მაშინ მეგობრებო, ამის ფართობი იქნებოდა მსგავსების კოეფიციენტი არის 2/13. ნუ რატო ყვები ახლა ამას იცით? ვამოწმებ, რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს აი ამ y(x + 2) წრფის გადაკვეთის შედეგად მიღებული სამკუთხედი არა 1/4-ს მთელი ფიგურისას, არამედ 3/4-ს. ხადია, თუ ჩვენ პარალელურ წრფეს გავავლებდით, ამაზე დიდი ვერ იქნებოდა მიღებული სამკუთხედის ფართობი, ხო? დავაბრუნოთ ახლა ასე, როგორც გქონდათ ხატული. ჩვენ რომ ავდგეთ ახლა და აქ მაგალითად წითელი ფერით გავავლოთ, აი ასე გავავლოთ. OX ღერძის პარალელური ამ სამკუთხედის ფართობზე ნაკლები იქნებოდა ცხადია რა სამკუთხედსაც ვიკლებთ მისი ფართობი, მაგრამ ეს ამ სამკუთხედის ფართობი ნახოთ რა ხელა გამოდის 3/4-ზე, აი ამ სამკუთხედის ფართობი. აი მოდი ამას დავარქვათ რაიმე კაწეტილი და ასე წითელი სამკუთხედის. ცხადია ამ ეს წითელს დავარქვათ, ესე წითელი არის რა ნაწილი? მსგავსებით რომ გავაკეთოთ მეგობრებო ჩვენ, რომ შევაფარდოთ ეს AO-თან, OAB-თან, ეგ იქნება 2/13 კვადრატი არ იქნება, იმიტომ რომ 2 ნაწილი 3 ნაწილთან, ხო, ფართობების შეფარდება. ანუ ეს არის 4/9. 4/9. და ნახეთ ოქროები 4/9 გამოვიდა ეს მთელი სამკუთხედის ფართობის. და შესაბამისად ზე ნახევარიც არ არის და თუ ნახევარი არ არის, მაშინ 3/4 ნაწილი როგორ გაიქნებოდა მთელი ფიგურის ფართობის. ამიტომ მეგობრებო, აქ ჩვენ აღარ ვიხილავთ B შემთხვევას, მორჩა დამთავრდა. ესე იგი, თუ K იქნებოდა დადებითი, ყველა ვარიანტში მეგობრებო, დადებითი კი არა, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, ოქროები, არა უბრალოდ დადებითი, არამედ და BO და AO წრფის გადამკვეთი თუ იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა დადებითია, უარყოფითია პრინციპში, ხო? ანუ თუ იქნებოდა BO და AO მონაკვეთის გადამკვეთი. აი, ასეც რომ ყოფილიყო, დააკვირდით, შეხედეთ რას გულისხმობ? ასეც რომ ყოფილიყო, ეს წრფი აღებული. ცოდებ? დავაკვირდით ახალ ციფრებს გავაქრობ. ისე რომ ნახაზე წარმოახდინოს გავლენა. ასე. შეხედეთ ოქროები ახლა ცოტა დიდხანს კიდევ მსჯელობას და აზრის ჩამოყალიბებას, მაგრამ რთული ამოცანა, სერიოზული ამოცანა ახლა ეგ და რთული რა კომპლექსური, ну, საინტერესო ისეთ სისტემურ მიდგომას ითხოვს რა. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ გქონოდათ წრფე ის აღებული, რომ აი ასე გავლულიყო, ეს აშკარად კლებადი წრფია. მაგრამ მისი ფართობის დათვლის მანერა იგივე იქნებოდა რა. მაგრამ ეს მაინც ცალკეა გამოსათვლელი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე 3/4 იყოს ფართობი. ნახევარზე მეტი იყოს. იმიტომ რომ ცალკე შემთხვევა განსახილველი. მოდი გავაგრძელოთ. ესე იგი, ჩვენ განვიხილეთ, როდესაც K იყო 0-ზე მეტი და განვიხილეთ ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც შეიძლება ყოფილიყო რა. მოდი ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა. როდესაც K ნაკლებია თუ A ნაკლებია 0-ზე. ახლა აქ ორი ქვეშემთხვევა გვაქვს. რა და რა. როდესაც ეს კვეთს BA და AO მონაკვეთს, ან როდესაც კვეთს BO და AO მონაკვეთს. აბა მოდი განვიხილოთ ეს ორი პატარა ქვეშემთხვევა. პატარა ნახაზები გავაკეთოთ ახლა, უნდა დიდი ნაზი, იმიტომ რომ ვიცით და ახლობთ რასთან გვაქვს საქმე. B-წერტილის კოორდინატები ასეა, აქ ხო, აგერ არის B, აგერ არის A-წერტილი, ეგ 3-ში, ეგ არის ასე -3-ში, აგერ არის O-წერტილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამკუთხედი აქ. მოდი დავხატოთ კვლავ იდეურად.
აქ ბეგვერდი ეს ასე ეს A20 შევაერთოთ ესეთი სიტუაციაა გაცრავად და შეხედეთ ახლა მეგობრებო რა გვინდა ჩვენ და რომ იყოს კლებადი წრფე გავლებული ოღონდ რა შემთხვევაში ერთი იყოს ასე გავლებული რა თქმა უნდა ეს ასე ორში კვეთს და ეგ იყოს A შემთხვევა და B შემთხვევა რა არის ნახეთ მეგობრებო B შემთხვევაში აი ასე რომ გამოდიოდეს ისევ დავხატავ დეკარტის მართკუთხა კორდატთა სისტემას შეიძლება გადაახვიოთ ხოლმე მეგობრებო როცა ახას ვაგებ თქვენ დროს დაზოგავთ მე ვაფორმატებ ახლა ვიდეოებს და ვაჩქარებ ამას რომ მაშინ გამიჭირდება რაოდენობრივად მეტი ამოცანის ჩაწერა და ახლა მთავარი არის უფრო მეტი ამოცანის მოსრება ვიდრე თქვა კონკრეტული ვიდეოების ხანგრძლივობა იმიტომ რომ მათი გადახვევა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აგერ არის B აქ იქნებოდა წერტილი აქ არის O მოდი ავხატოთ ახლა აქაც ჩვენი მწვანე სამკუთხედი ასე ეს ასე ეგრე და რომ წარმოვიდგინოთ ახლა ასე რომ იყოს ოქროები ასე რომ იყოს ეს წრფე ორი სამი და წერტილი იგეგმდება -2-ში პირველ შემთხვევაში რა სამკუთხედზე იქნებოდა საუბარი პირველ შემთხვევაში რა თქმა უნდა აი X სამკუთხედი იქნებოდა ამ სამკუთხედის ფართობი იქნებოდა მთავარი ხო და მეორე შემთხვევაში ამ სამკუთხედზე იქნებოდა საუბარი თითქოს და პირველ ვარიანტში გავიხილეთ ახლა გავსი რაც მაგრამ აშკარა იყო რომ 1/4-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო აღნიშნული სამკუთხედის ფართობი აი აქ რაც იყო 1/4-ზე თქო ანუ 3/4-ზე ნაკლები და აქ უკვე შეიძლება რა რადგანაც ნახევარზე მეტია შეიძლება 3/4-ზე მეტიც იყოს აი ბოლომდე რომ მიდიოდეს აი აქ პრინციპში შეგვიძლია გამოვთვალოთ ეგ შემთხვევას აი მოდი B შემთხვევა იარსებებს თუ არა დავაკვირდეთ ახლა რა ხდება აი ეგ სამკუთხედი მოდი ამას თუ დავაწერ მე M წეროს და ამას დავაწერ აქ M წეროს ამის მაქსიმალური ფართობი რა შეიძლება ყოფილიყო აი აქ თუ გაივლიდა ხო აი ასე თუ გაივლიდა B-სთან დაახლოებით ხო და თუ აი მაგ სიტუაციას განვიხილოთ მაშინ მისი ფართობი იქნებოდა BM-S-ი BM-OS-ი იქნებოდა ოქროები 1/2-ჯერ აი ასე მაქსიმალური ფართობი 1/2-ჯერ სიმაღლე ეგ გამოვიდოდა 3 აი ამ სამკუთხედზე ვლაპარაკ ახლა ოქროები ნახეთ და ამ სამკუთხედზე წარმოიდგინეთ M წერტილი რომ გადიოდეს B-ში ანუ მე ვიხილავ ახლა სიტუაციას, როდესაც BO გვერდს კვეთს თუ გაცვალოთ Y უდრის KX + 2 წრფე რა. და აი ყველაზე ესეთი ჭერი, სადამდედა შეიძლება მისულიყო აი ეს Y უდრის KX წრფე, ხო? KX + 2 წრფე იქნებოდა B წერტილი. მაგრამ ნახეთ ახლა რა შეიძლება ფართობი ყოფილიყო ასეთ შემთხვევაში ქვედა სამკუთხედის იქნებოდა ორიანი ეს ორი იქნებოდა მისი ფუძე გამრავლებული სიმაღლეზე, ხო? ეს იქნებოდა სიმაღლე სამიანი. 3-ზე და გამოდიოდა რა 3, ხო? ანუ ეგ გამოდის მეგობრებო მთელი ფართობის რა ნაწილი. მთელი ფართობის სამკუთხედის ზღვარი 9/2 და ეს იქნებოდა 3 გაყოფილი 9/2-ზე ეგ არის მეგობრებო 2/3 ხო 3 და 9 შეიკვეცებოდა და 2/3 ანუ 3/4 ვერ გამოდის ფიზიკურად
ესე იგი, მე შემთხვევის განხილვა მინდოდა, ანუ რა სიტუაციით, რა დატვირთვით. იმ დატვირთვით ოქროები, რომ იქნებდა თუ ის გადაკვეთს ასე BO მონაკვეთს N MO სამკუთხედის ფართობი, რომ იყოს 3/4. 1/4, როდესაც არის, აგერ მაქვს განხილული პირველ შემთხვევაში, BO გვერდის გადაკვეთის დროს 1/4 როგორ შეიძლება მივიღოთ და აი 3/4 რომ გამოსულიყო, მაშინ თქვა კლებადი უნდა ყოფილიყო, ანუ უნდა ამაზე პარალელურ ხაზზე ზემოთ უნდა ყოფილიყო, ესე იგი კლება უნდა დაეწყო. მაგრამ რაც არ უნდა კულმინაციამდე მისულიყო, აი BO გვერდის გადაკვეთის ყველაზე ზედაზღვამდე, ანუ B წერტიშიც რო გადაეკვეთა, BMO სამკუთხედის ფართობი, მთელი სამკუთხედის ფართობი 3/4 ვერ გამოდიოდა. გამოდიოდა 2/3 რა. და ამიტომ გამოდის, რომ ეს შემთხვევა აღარ აქვს განსახილველი ჩვენ. ანუ აქაც არ გვექნებოდა მეგობრებო და B შემთხვევა. გვექნებოდა მხოლოდ ერთი შემთხვევა. იმედია მივხვდით ოქროები რომ დაგჭირდა ამდენი საუბარი შემთხვევების ვარიანტების იდენტიფიცირებისთვის რა. კარგი. ოკეი, მოდი მივყვეთ მაშინ ახლა ამ სიტუაციას, რა გამოდის მეგობრებო. ახლა აი ამ წერტილის კოორდინატი კარა იყოს ეს M წერტილი, მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად Y კოორდინატი ვიცით 3-ია და ჩვენ არ ვიცით მისი X კოორდინატი. მოდი ამის X კოორდინატი იყოს X0. და Y კოორდინატი ხო 3 იქნებოდა. მოდი ასე X0 X0 და 3 და ნუ M წერტილი დავაწეროთ ასე ქვემოდან. ეს იყოს N წერტილი. მაშინ რა გამოდის მეგობრებო? ესი MA-ის ის დაძიებელი სამკუთხედის ეს იქნებოდა 1/2 ჯერ ნახეთ აი ეს დისტანცია, აი ეგ მანძილი ხო და ეს იგივე ეს მანძილი არ არის და ეს თუ X0-ია, ანუ უნდა ავიღო X0-ის მოდული ოქროები და უნდა გავამრავლოთ მეგობრებო რაზე? ერთზე. ერთზე. კარგი. და ეგ არის ოქროები რა 1/4 იქნებოდა, ეს იქნებოდა 1/4 მთელი ფიგურის ფართობის და მთელი ფიგურის ფართობი არის რა 9/2, იმიტომ რომ 3 ჯერ 3/2. აქედან ახლა ეს ამას შეგვეცდა და X0-ის მოდული გამოდის 9/4. X-ი რადგანაც უარყოფითია, X იქნებოდა -9/4. წარმოგარია. კარგი. ადგეთ ახლა და ეგ რა წრფია ხო იცით, ეს არის Y უდრის KX პლუს 2 წრფე და ჩავსვათ ახლა X-ის მაგივრად ჩაჯდებოდა -9/4 და Y-ის მაგივრად ამ წერტილის Y არ არის 3, ანუ ეს X0 3 წერტილი თუ მდებარეობს ამ წრფეზე, ესე იგი მისი კოორდინატები ამ წრფის განტოლებას უნდა აკმაყოფილებდეს, Y-ის მაგივრად 3 რომ ჩაჯდეს და X-ის მაგივრად ახლა X0 ანუ -9/4 უნდა მივიღოთ ჭეშმარიტი, ანუ 3 უდრის K ჯერ -9/4 პლუს 2. 20-ზე გავამრავლოთ ყველაფერი, 12 -9K პლუს 8. აქედან 9K უდრის -4 და K გამოვიდა -4/3. ესე მივიღეთ ორი პასუხი. 7/3 და -4/3. საკმაოდ ვრცელი გაგრძელდი ნახევარსაათია ვისაუბრობთ უკვე ამ ამოცანაზე. 24 ამოცანა. რა სიტყვის 24. ისე იპოვეთ A პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც Y უდრის X და Y უდრის AX პლუს 2X პლუს 4A პლუს 4 ფუნქციის გრაფიკებით და OX ღერძით შემოსაზღვრული ფიგურის ფართობი 2 სტოლი იქნება. ანუ OX ღერძი არის იგივე Y უდრის 0 წრფე, ხო?
ანუ y უდრის x წრფე, იდეაში y უდრის 0 წრფე და y უდრის აი ეს წრფე. შემოსაზღვრავება დავაწეროთ პირველი, მეორე, ასე ვთქვათ, მესამე წრფე, შემოსაზღვრავება რაღაც ფიგურას, ხო? და ვიცით იმ ფიგურის ფართობი. მოარგი, საინტერესო. კიდევ ამას რა ფორმა მიცეთ, იცით? აი x-ი როცა ავკეროს, ესე იგი ეს იქნებოდა x-ი თუ გავიდო დავჭრილოს გარეთ a + 2 ჯერ x ანუ kx + b სახე როგორ ვცეთ და პლუს 4a + 4. ასეთი ამბავია რა. ნუ ახლა ეგ არის ჩვენ სტადია, კლებადია, ეს a + 2 დადებითია, უარყოფითია. მაგრამ გარკვეულწილად მოდი გახსოვთ ინტუიციურად ავაგოთ მაინც ახატი და თუ რა მე განვზოთ ეს ორი შემთხვევა. შეიძლება ნულის ტოლია საერთოდ ეგ. y უდრის x-ი წრფე რა იქნებოდა? ნუ ეგ არის x-ექტრის ახლა ეგ არის y უდრის x-ი წრფე. y უდრის x-ი წრფე. მოდი ამას დავარქვათ პირველი წრფე. პირველი წრფე. და ვიმეთები ასე. მე y უდრის 0 წრფე, ანუ x ღერც იგივე, ხო? და ის მეორე წრფე. არის. და ეს წრფე მესამე წრფე მოდი ეგ. ცოტა გავამუქე ასე. მე წრფე რო ის აი ეს. მონოტრები რეაქცია. ანუ ეს არის მეორე წრფე, y უდრის 0 და მესამე წრფე გვაქვს. ნუ სად შეიძლება ახლა ეს მესამე წრფე იყოს აღებული, ხო? ნუ შეიძლება იყოს აღებული ოქროები კლებადი იყოს და ასე იყოს თქვათ. მაშინ ჩვენი საძიებელი ფიგურის ფართობი ეს არ იქნებოდა? კი ბატონო. შეიძლება ასე იყოს ისევ კლებადი, მაშინ ჩვენი საძიებელი ფიგურის ფართობი აი ეს იქნებოდა. მოდი კიდე რა შეიძლება ხდებოდეს? შეიძლება ორივე კლებადია, ოღონდ გააჩნია პირველ მეოთხედში თუ მესამე მეოთხედში შექმნიდა ნახატს. ზრდადი რომ იყოს, ასე რომ იყოს, მაშინ აი ეს ფიგურა ედებოდა, ხო? თქვენი სამი წრფით შემოსაზღვრული. და ისევ ზრდადობის შემთხვევაში ასე რომ იყოს, ხო, მაშინ ეს იქნებოდა. აი, არო 0 იყოს. ანუ მაშინ ეს ფიგურები ვერ შემოსაზღვრავენ წრფეს, იმას ფიგურას რა, ეს წრფე. ამიტომ დადებითი არ ვარყოფით, მაგრამ მოდი დავქნათ, იცით? პრინციპში ამ წრფებმა ერთმანეთი ხო უნდა გადაკვეთონ. მე პირველი და მესამე სადიკვეთება აგერ ვხედავ. მაგრამ სადიკვეთება პირველი მეორე ან სადიკვეთება მეორე მესამე, მოდი ესენი დავადგინოთ ახლა ჩვენ. მოდი აგერ დავადგინოთ. პირველი და ის გამოვიყენებ. პირველი და მეორე წრფები იკვეთები. და მოდი ორ წერტილს დავსვამ აგერ ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს. ესე იგი, უნდა გავუტოლო მე ეს ორი ფუნქცია, ხო? ეგ და ეს არ უნდა გავუტოლო ერთმანეთს. ანუ აქ ვექნებოდა x-ი უდრის ორი ხაზი ხაზა მაშინ a + 2 გამრავლებული x-ზე დამატებული 4 100 + 4. შეხედეთ x-ი რო გადმოვიტანოთ აქეთ, ერთიც არის ხო გამოაგრება და აქ გვექნება a + 1 გამრავლებული x, აქ 0. და შეხედეთ აქაც რო 4 გავიტანოთ a + 1 ხო არის. საინტერესოა რა. კარგი. ანუ ესე იგი თუ დავალაგეთ, კაი, მოდი ასე ვქნათ, a + 1 გავიტანოთ საერთოდ ჭრილებს გარეთ. არიან ასეთი კონტექსტი მივიღეთ, რომ ნამრავლად შეგვიძლია დავშალოთ, მოდი დავშალოთ. და მას რა პასუხები აქვს? ნუ ან a + 1 უდრის 0-დან a უდრის -1, ან x + 4 უდრის 0 და x უდრის -4. და რა ხდება ახლა, მეგობრებო, რა სიტუაცია? შეხედეთ,
10 უდრის -1-ს, მაშინ x მნიშვნელობა არ იქნება რას ჩავსვათ რა. და ეგ გამოდის, რომ მაშინ ეს ორი წრფე ერთმანეთს დაემთხვა, ანუ ეს ტოლობა შესრულდება x-ის ნებისმიერი მნიშვნელობისთვის და ეგ იმას გამოდის, რომ ორი წრფე ერთმანეთს ეხება და რა კვეთაზეა საუბარი, ხო? თუ დაემთხვევა წრფეები ერთმანეთს, საერთოდ ფიგურა შეიკრება მათ მიერ შემოსაზღვრული. ამიტომ ეგ ერთგვარად გარეშეფესვია, არ ივარგებს და უნდა განვიხილოთ x რომ უდრის -4-ს. და თუ x უდრის -4-ს არ დაგვაწყდეს სად მდებარეობს ეს წერტილი y უდრის x წრფეზე, ანუ ესე იგი y-იც უდრის -4-ში. ასეთი სიტუაცია. ანუ ფაქტობრივად სად იკვეთებიან ეს წერტილები? 4 -4 წერტილში იკვეთებიან რა. აუცილებლად აი სად იქნებოდა მაგალითად -4 4 აგერაა -4 -4-ში. აქ იქნებოდა აუცილებლად კვეთა. ახლა ეგ იქნებოდა ფუნქცია და ისე იქნებოდა კვეთა თუ კლებადი იქნება და ისე იქნებოდა კვეთა, ეგ სხვა თემა. მაგრამ ერთი კვეთის წერტილი აუცილებლად აქ არის. აი, იყოს. ახლა ავდგეთ და მეორე და მესამე წრფები სად იკვეთებიან და იკვეთებიან. მოდი მაგას დავაკვირდეთ. უნდა ნახოთ. ესე იგი, აი ეგ a + 2-ჯერ x + 4a + 4 ტოლი იქნებოდა 0-ის. ახლა a + 2 0 რატო ვერ იქნება, ხო ვთქვით, რომ ცხადია a + 2 0-ისგან განსხვავებულია -2-ისგან, იმიტომ რომ მაშინ წრფე კოორდინატა სათავეზე დაივლიდა და კოორდინატა სათავეზე რატო გაივლიდა? რატო არ შეიძლება აიყოს -2? იმიტომ რომ მაშინ იქნებოდა პარალელური OX ღერძის, ხო? იმიტომ რომ თუ k 0-ია, პარალელურია და სამი წრფე, ანუ ეს პირველი წრფე, მეორე წრფე და მესამე წრფე ფიგურას არ შექმნიდნენ რა. ხო უნდა კვეთდეს, აი მესამე წრფე, მეორეს უეჯველი უნდა კვეთდეს და შესაბამისად გამორიცხულია, რომ აქ დაახლოება იყოს 0-ის ტოლი. აგი ბატონო. მაშინ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? x-ი ტოლი იქნებოდა ეს რომ გადაგვეტანახეთ მეორე მხარეს მინუსი, ასე მოდი ასე წინ დავწერე მინუს და შეფარდებული a + 2-თან. ასე რომ წარმოვიდგინოთ ახლა ეგ სიტუაცია. ანუ ფაქტობრივად რა გამოგვდის ახლა ჩვენ? კვეთის წერტილი არის ეგ. როგორ შეგვიძლია ახლა ეს გამოვიყენოთ? პრინციპში შეგვიძლია პირდაპირ შევდგეთ ფართობის დათვალსაც რა. ერთი დეტალს კიდე დავაკვირდეთ. რა დეტალს დავაკვირდეთ, იცით? აი, როგორთაც არ უნდა იყოს ახლა ეს მესამე წრფე გავლებული. ნახეთ, აი ასე იქნებოდა გავლებული. თქვათ ასეა გავლებული. ჩვენ ხო დაგვჭირდებოდა აი ეს სამკუთხედი. ეს x წერტილი ეგ არ იქნებოდა, ეს იქნებოდა, ხო? და ფაქტობრივად გამოვიდოდა, რომ ამას ჩავთვლიდით ფუძედ. ეს იქნებოდა x რა მანძილი იქნებოდა 0, როგორც არის დაშორებული ამ x კოორდინატიდან, მაგრამ x კოორდინატი აი ეს იქნებოდა, იმიტომ რომ მეორე და მესამე წრფის კვეთის წერტილი თუ არის x-ი აი ეგ, y-ი პირდაპირში 0-ია, ხო? OX ღერძებზე ვართ ახლა ჩვენ აქ. და ამიტომ ეგ მანძილი იქნებოდა პირდაპირ მოდული აი ამისი, ხო? თუ უარყოფითში კვეთს. დადებითში, მაგრამ ხო შეიძლება პრინციპში ასე იყოს. კვეთა ნახეთ. ასე იყოს კვეთა. მაინც არ იცვლება აქ ძირითადი კონტექსტი. აი, აგერ არის, ხო? x კოორდინატი აი ეს იქნებოდა -4a + 4 შეფარდებული
a პლუს 2-თან და ამ სამკუთხედის ფართობი რომ დაგეთვალა, აი ისევ ეს მანძილი, ანუ ასე ვთქვათ, ამის მოდული უნდა გამრავლებული იყოს სიმაღლეზე, ხო? აი ამაზე. მაგრამ ეგ 4-ია. ანუ -4-ის მოდულია 4-ია. ან ასე, ამდენ ვგნებავთ ასე რომ ყოფილიყო. ნახეთ, ნახატი. ასე რომ ყოფილიყო, ასე. მაინც პირველი, მეორე და ეგ რომ მესამე წრფილი ამათ მიერ შეკრული ფიგურა იქნებოდა ეგ. და ფართობი რა იქნებოდა ამის ისევ x კოორდინატი იქნებოდა -4a + 4 შეფარდებული a + 2-თან და ამის მოდული, ანუ აქედან აქამდე მანძილი უნდა გამრავლებული აი ამ სიმაღლეზე. ხო? ანუ რომელი სცენარიც არ უნდა მიმოვიხილოთ, თავარი ის არის, რომ აი ამ წერტილზე გადის ეს მესამე წრფე, აუცილებლად და შესაბამისად რა სამკუთხედიც მიიღება, იმ სამკუთხედის ფართობი, ეს რაც არის, ხო? საძიებელი დავარქვა თუ რა დავარქვა. ახლა კვეთით მიღებული, აი კვეთით მიღებული დაითვლება სულ ერთი და იგივენაირად. 1/2-ჯერ, 4-ჯერ, იმიტომ სიმაღლე 4 გამოდის ყველა ვარიანტში, რა სცენარიც არ უნდა ყოფილიყო, გამრავლებული -4a + 4 შეფარდებული a + 2, აი ამის უცრავად მოდულთან. ეგა. ფართობი ჩვენ ვიცოდით იყო 2 ტოლი, ხო, კვეთით მიღებული. აი აუცილებლად მიიღებოდა ეს განტოლება მეგობრებო. შესაბამისად ახლა აქ გამოვდიოდა ჩვენ რომ არა გვერდებს ახლა ეგ 4 ერთიანი არ გავდის თუ მეშლება 1/2 4-ჯერ ეგ ანუ ის გამოდის შეეკვეცებოდა ასე და -4a + 4 შეფარდებული a + 2-ის მოდული გამოდიოდა შესაბამისად ერთიანი, აქ გვექნებოდა a შემთხვევა მოდულს მოვხსნით -4a + 4 შეფარდებული a + 2-თან თავისივე ნიშნით, ან b შემთხვევა -4a + 4 შეფარდებული a + 2-თან მოიხსნებოდა მოპირდაპირე ნიშნით. ამ შემთხვევაში აქ გვექნებოდა -4a-ს -4 უდრის a + 2-ს, -5a უდრის 6 და აქედან a უდრის -6 მეხუთეც. ეგ იქნებოდა ერთი შემთხვევა და მეორე შემთხვევა აქ მინუსები გააბათლებენ ერთმანეთს 4a + 4 გამოდიოდა a + 2-ის ტოლი, შესაბამისად 3-ა გამოდიოდა -2 და a გამოდიოდა -2 მესამე. ახლა ვიპოვეთ ას ორივე მნიშვნელობა. ორი გამოვიდა რა. სერიოზული მომენტი იყო. კარგი, მოდი 25 ამოცანა დავაკვირდეთ ახლა. 225. გამოვაჩინოთ ბოლომდე რა სიტყვებს. ყველაცით ეს გავს 220 და 221 რომ გავაკეთე, მაგრამ პარამეტრი არის. კარგი ბატონო, მოდი ვნახოთ. ესე იგი მოცემულია სამი წრფე, მოდი ამ წრფეს ასე გადავწერ, y უდრის ნაკლები ატოლია -2x + 6-ით, ხო, -2x გადავიტანდი იქით. აქ y ნაკლები ატოლია kx-ზე და y მეტი ატოლია 0-ზე. ამ პარამეტრის ყველა დადებითი მნიშვნელობა უნდა ვიპოვოთ, ანუ ვიცით თან რომ a მეტია 0-ზე, რომლისთვისაც თუ ფიგურა, რომელსაც ეს უტოლობა განსაზღვრავს, უნდა იყოს ფართობი 5-ის ტოლი. ამიტომ დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა.
მოდი დავხატოთ პირველი განტოლება. Y უდრის -2x + 6 სად იქნებოდა? ანუ 6-ში კვეთს და ასე იქნებოდა დაახლოებით ოქროები. ასე რომ ვქნათ ოქროები ჩვენ. ეგ არის 6 და ეგ არის 3. ასე. 6 და 3. ეგ არის Y უდრის -2x + 6. Y მეტიატოლია 0-ზე. ხო, ანუ ჩვენ გვინდა პრინციპში ამის ქვემოთ, ხო? ამის ქვედა არე უნდა ეს ასე თქვა და ეს დაფრინდებოდა ჩვენ. კარგი. მერე Y მეტიატოლია 0-ზე. Y უდრის 0 წრფე არის თვითონ OX-ზე, ხო? აი ეს არის. Y უდრის 0 წრფე. და ჩვენ გვინდა მასზე მაღალი Y-ები, ხო? ანუ ზედა არე გვინდა რომ იყოს დაშტრიხული. კარი ბატონო. აგერა ეს იქნებოდა ასე ვთქვათ, ასე იქნებოდა მაშინ, ხო? ზედა არე იქნებოდა დაშტრიხული. და ახლა ჩვენ გვაქვს მესამე წრფე K დადებითია და გადის თან კოორდინატთა სათავეზე გადის, ხო? Y უდრის KX-ი რომ ავაგოთ. ესეთი სცენარი იქნება, ხო? ეს არის Y უდრის KX-ი და გვინდა ჩვენ ამ წრფის ქვედა ნაწილი. ანუ იდეაში თან თეთრი, თან ყვითელი, თან მწვანე. ეგ იქნებოდა რა, საძიებელი სამკუთხედის ფართობი იდეაში. ეს გამოგვადგებოდა. ნუ, სად გადის ახლა პრინციპში? აქ ცხადია, გადის წერტილში. აი, აქ გადის 3-ში და ეს კვეთის წერტილი გვინდა ახლა გავარკვიოთ რა იქნება, ხო? და შესაბამისად ფართობი დათვლადი იქნება პრინციპში. გავიგოთ, ანუ ჩვენ აქ გვჭირდება ახლა Y უდრის -2x + 6 და Y უდრის KX წრფები სად კვეთენ ერთმანეთს? იკვეთებიან, მინუს გავუტოლებდი ამ წრფებს ერთმანეთს, ეს KX, ნუ აქედან -2-ით რომ გადმოგვეტანა, იქნებოდა KX + 2x უდრის 6 +2 არჩევოდა ხილში და x უდრის 6 შეფარდებული K + 2-თან. ნუ ცხადია, K + 2 ვერ იქნება 0-ის ტოლი, იმიტომ რომ K თუ იქნა -2, ანუ იგივე დახილობა თუ ექნა რაც აი ამ წრფეს, ჯერ ერთი K მეტია 0-ზე და -2 ვერ იქნებოდა. მაინც. კარგი. ეს არის x-ი, ხო? ეგ არის რომ დავაგეგმილებდით აი აქ 6 შეფარდებული K + 2 იქნებოდა. მაგრამ ახლა ჩვენ იდეაში გვაინტერესებს Y რა იქნება, იმიტომ სიმაღლის როლი შეასრულოს და Y იქნებოდა ვიჩავსავდით ამას, აი აქ Y გამოდიოდა K-ჯერ, ანუ 6K, K-ს რო გავრავლებდი ამაზე, შეფარდებული K + 2-თან. აი იქნება 6K შეფარდებული K + 2-თან. აი ეს. და შესაბამისად ამ სამკუთხედის ფართობი რა გამოდის, ხო? ეს მწვანე. გამოდის 1/2 ფუძის სიგრძე, ანუ 3 გამრავლებული 6K შეფარდებული K + 2. თან ვიცით რომ ამ სამკუთხედის ფართობი უნდა იყოს 5. გავუტოლებდი 5-ს. ასე აუქროვი. ასეთი სიტუაცია გამგვივიდა. აქ ორიანი ამას შეკვეცდა, 3 იქნებოდა, ანუ აქ გვექნებოდა 9K შეფარდებული K + 2-თან, ეგ არის 5. ნუ აქედან 9K ტოლი იქნებოდა 5K + 2 10-ის, 4K არის 10-ის ტოლი და
შესაბამისად k გამოგვივიდა 5/2. ასეთი ამბავია. ესეც 225 ამოცანაც მივიყვანეთ ბოლომდე. და ახლა დადგა 226 ჯერი. გეომეტრიის ალბათ ყველაზე დიდ თავს ვამთავრებთ ახლა ჩვენ. კარგი, ну რა სიტყვით. იპოვეთ A-ს ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც x, o, y საკოორდინატო სისტემაში ამ უტოლობათა სისტემით განსაზღვრული ფიგურის პერიმეტრი 40-ის ტოლია. ყველა A-ს მნიშვნელობა უნდა გქონდეს. კაი ბატონო. რა ვიცით, x კვადრატი ნაკლები ანტოლია 4a კვადრატზე, y ნაკლები ანტოლია 10-ზე და y მეტი ანტოლია 2-ზე. ახლა თემა გამოდის აი ამის შემარტივება, თორე y ნაკლები ანტოლია 10-ზე და y მეტი ანტოლია 2-ზე, ეგ გასაგებია, რაც იქნებოდა. ამას აგერ დავხატავთ. ავიღებდით y უდრის 10 წრფეს. აი ასე ვთქვათ. ავიღებდით y უდრის 2 წრფეს. აი ასე. და დავაწეროთ, ეს არის 10, ეს არის 2. ასე x-ი y უდრის 10 წრფე, y უდრის 2 წრფე და ცხადია, ჩვენ მათ შორის სივრცე გვჭირდებოდა. ანუ ამად 10-ზე ქვემოთ, ხო? და 2-ზე ზემოთ. კი ბატონო, ასე იყო. მაგრამ ოღონდ რაც შეეხება ეს პირველი უტოლობა რა განსაზღვრულობას გვაძლევს. ნუ კვადრატულია და როგორ ვაკეთებთ, გადავიდაგეთ ასე. ამას დავშლიდით x - 2-ა, x plus 2-ა, ნაკლები ანტოლია 0-ზე, ფესვები იქნებოდა -2-ა და 2-ა. ნუ რა თქმა უნდა, ეგ იმაზეა დამოკიდებული, რომელია მეტი, რომელია ნაკლები. დადებითია თუ უარყოფითი, ხო? იდეაში. და შეგვიძლია პრინციპში ასეც გავაკეთოთ, 200 მოდული განვიხილოთ, აი ასე. და აი ხო, ახლა წყალი არ გავა, ასე იქნებოდა. ასე. და შესაბამისად, ახლა ფესვები თუ არის 200 მოდული და -200 მოდული, სად შეიძლება იყოს ახლა ეგ? იქნებოდა ალბათ აქ, ეს იქნებოდა -200 მოდული, აქ იქნებოდა 200 მოდული და ნაკლებობა სასრულდება x-ი ეკუთვნის აი ამ შუალედს, ხო? -200 მოდულიდან 200 მოდულამდე. ანუ ეს იმიტომ რომ კვადრატული ფესვი 4a კვადრატი და მომამო იყო, იქნებოდა 2a მოდულში, ანუ იგივე ან -2-ა, ან დადებითი 2-ა და ეგ იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, დადებითია უარყოფითი და არა აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს, ნუ ეგ ასე სწორი იქნება, ხო? და ახლა პრინციპში რა ხდება, რატო შეგვიძლია აქ 100 მოდულის გარეშეც დავწეროთ, იმიტომ რომ თუ ნაკლებია 0-ზე, მაშინ გამოდის, რომ ჯერ იქნებოდა აქეთ დაიხატებოდა აი 2-ა, და აქეთ იქნებოდა -2-ა. მაგრამ თუ მეტია 0-ზე, აქეთ იქნებოდა -2-ა, აქეთ იქნებოდა 2-ა. იდეაში თავად ფართობის განსაზღვრისთვის, ხო, ჩვენ გვინდა და იგივე პერიმეტრის განსაზღვრისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ შენ რო აღმართავდი, აი ამას ასე ხო უნდა აღმართო ამაზე. ამგენ შორის უნდა იყოს მოქცეული, ხო? აი ამათ შორის. აქედან აქამდეა x-ი, ანუ x-ი არის ასე ვთქვათ -200 მოდულიდან 200 მოდულამდე და ჩვენ ვიცით როგორ ვაკეთებთ ამას და შესაბამისად აი ეგ იქნებოდა საძიებელი ფიგურა. და მისი პერიმეტრი რა გამოვიდოდა, მეგობრებო? ეს იქნებოდა 4a, ხო? 400 მოდული. კოდი ციფრად დავაწერე. 400 მოდული იქნებოდა
რა მნიშვნელობა დადებითია, უარყოფითია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს სიგრძე არ იცვლებოდა რა. ანალოგიურად ამაზე საერთოდ გავლენას არ აქვს, ეს იქნებოდა 8 და პერიმეტრი გამოგვივიდოდა მეგობრებო მოცემული ფიგურის ორჯერ 8-ს დამატებული 4-ის მოდული რა. ასეთი ამბავი გვექნებოდა. შესაბამისად ახლა მეგობრებო თუ ვიცით რომ პერიმეტრი 40-ია ეგ რა არის 16 უდრის 8 100 მოდულს ეგ არის 40 აქედან 32 100 მოდული გამოდის 4 სტოლი და 4 სტოლი ხო? არა 24 3 სტოლი გამოდის და შესაბამისად იქნებოდა ან -3 ან 3 ასე მეგობრებო გილოცავთ დავასრულეთ ჩვენ მეცხრე თავი გეომეტრიის და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით მე-10 თავის ჩანაწერებით.